გლეხი თუ მიატოვებს ქართულ სოფელს და მიატოვებს თავის ასეთ საქმიანობას, მერე ვიღაცა, ასე ვთქვათ, ადგება და ამ მიწას გაყიდის ბოლოს და ბოლოს. და ჩვენ გვაქვს ამის უამრავი ფაქტი, ხო? ანუ კიდე ვიმეორებ, ამაში არის ძალიან ღრმა მიზანმიმართული მავნებლობა რა. იქ მიდის ბოლოში, რაზეც ვსაუბრობ ყოველდღიურად. მიწების გასხვისებაზე. დიახ. უძლურებაში მყოფი ადამიანი იმის ხელი მოვინაცვლო, ბოლო-ბოლო წავალ, აი იმ დონემდე მიყავთ და მიდის კაცო, რამდენია. აი, რავი, ხანდახან მინდა ხოლმე რომ ჩამოვიარო ისეთი სოფლები, სადაც ყოველი მესამე სახლს ქუჩის კარებზე, ჭიშკარზე დიდი კრასკით ტელეფონის ნომერი იყიდება რო აწერია და გადავიღო, აი შემილია 100-ობით სახლი გადავიღო. რავი 1000 სახლი გადავიღო ერთის. და ეს ვანახო მთელ მოსახლეობას რომ აი ამ მდგომარეობაში, აი ეგ ის შემიძლია რომ გავაკეთო. უბრალოდ ძალიან გრძელი ვიდეო გამოვა და არ უყურებ ხალხი. ფაიკო, და წინა საარჩევნოთ რო დადიოდი შენ, მე მახსოვს რომ შენ ვიდეოები ჩაგვიგდე, სადაც რა ვიცი, ყოველ მეორე მესამე სახლს ეგეწერა და შეიძლება მაგ ვიდეოების მოძებნამ უნდა მქონდეს სადღაც და იმის მერე გიგავიდა 2 წელი კიდე და კიდე დაემატა ახია შეცვლები ვარ დასავლეთში აი განსაკუთრებით რა არ ვიცი ეს პატარა მაგალითზე შემიძლია ახლა გითხრათ აი წეროვანი ყველა მიცით ხო სოფელი ახლობდებარი არის თბილისთან ეს იყო ერთ-ერთი ესე ვთქვათ საოცარი ადგილი სადაც მოდიოდა უნიკალური ჯიშის ესე ვთქვათ ყურძენი ჩინებული რო ქვია სახელად და განთქმული იყო ეს ყურძენი თავისი თვისებებით გარდა ამისა უამრავი ესე ვთქვათ ესე იგი ნათესები იყო ითესებოდა ხორბალი ქერი ჭვავი დიდი მეურნეობა იყო ძალიან და ხალხი დასაქმებული იყო აი ამ მეურნეობაში და მერე მოხდა ისე რომ აი როდესაც ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა მივიღეთ დაარიგეს ჰექტარი მიწები და აი ხალხიც ესე იგი თავიდან ცდილობდა რაღაცა გაეკეთებინა მაგრამ რატომღაც მერე საწვავი გაზიურდა რატომღაც მერე ის სათესლე მასალა გაზიურდა ყველაფერი ეს ესე იგი წავიდა იქითკენ რომ არავის მერე აღარ ქონდა სურვილი ამის კეთება იმიტომ რომ თვითონ პროდუქციაც რასაც მოიწევდნენ არ იყიდებოდა ვერ ყიდიდნენ და დღეს თქვენ აგეტირებათ რა მდგომარეობა არის აი ამ დიდ ჰექტარებზე ნაწილი არაბებს აქვს ნაყიდი დაახლოებით 300-400 ჰექტარი ნაწილი ესე ვთქვათ ვიღაცა გადამთიელებს კიდე მთელი მიწები ფაქტიურად გაყიდულია და რაც დარჩენილია გლეხები დგანა და ყიდიან აი ამ მიწებს და თქვენ იქ რო ჩაუხვიოთ იმასთან რა ქვია ხიდი რომ გადადის და ქვეშ რომ გამოდიან ხოლმე მოსახვევად იქ არის ესე იგი გადაჭედილი იმით იყიდება ამდენი ჰექტარი ეს რა ქვია კვადრატული მიწა იყიდება გლეხებმა დაიწყეს მასიურად გაყიდვა იმიტომ რომ სარჩოს აბადებელი არ აქვს და ერთადერთი რაც ჰქონდათ ეს მიწა ყიდიან იმას და თქვენ რო ნახოთ იმ საოცარ ნიადაგზე და კლიმატურ პირობებში წავიდა მშენებლობა რაღაცა მის ბეტონის ქარხნების თეგეტამ იყიდა იქ უზარმაზარი ტერიტორია და თავისი მანქანები დააყენა და სოფლის მეურნეობა ფაქტიურად აქ მკვდარია უკვე აი ამ წერონის ეს ერთ-ერთი მაგალითია ასეთი მაგალითებით არის სავსე მთელი საქართველო ეს პირდაპირ ნიშნავს იმას რომ ვიღაცა მავანს და მავანს აწყობს ეს პროცესი აწყობს და ხელს უწყობს ამითი და ეს ხელი შეწყობა სწორედ რაში ვლინდება რომ გლეხს ყოველგვარი დახმარება ყოველგვარი სახელმწიფოს თანადგომა შეწყვეტილი აქვს და მიშვებულია თავზე მეცაც ვიტყვით პირიქით იმის მაგეროთ ხელი შეუწყონ რეგულაციებს აწესებენ ერთია რომ აი დაუშვათ ვენახზე ლაპარაკობთ თქვენ ვერ წარმოიდგენთ საძოვრებზე რა ხდება აი კახეთისკენ მაგალითად შირაქის იქითაც მიწევს ხოლმე ხანდახან ყოფნა გლეხმა რომ წაიყვანოს თავისი ესე ვთქვათ ძროხა და აბალახოს აი საძოვარი ადრე იჯარით იღებდნენ ხოლმე გადასახადები მოუმატეს ამისი და თუ არ გადაიხდი მე შეიძლება ისეთი ჯარი მაკიდონ რომ მე ის შენი სხვა ძროხა თუ რაც იქნება ყველაფერი გასაყიდი გაგიხდეს აი ნუ მივდივართ რაღაცა საშინელი ესე ვთქვათ გზით და აი ამაზეც ფიქრია საჭირო
აუცილებლად, რა თქმა უნდა, მე 2x2 4-ია, დემოგრაფიულ პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ ყოველდღიურად, მიგრაციაზე უნდა ვილაპარაკოთ ყოველდღიურად, უნდა ვილაპარაკოთ აი ამ არაბული ქალაქების მშენებლობაზე, მაგრამ არ უნდა დაგვეცდოს სოფელი. ჩვენ სოფელსაც უნდა ყოველთვის მივაქციოთ ყურადღება. ამის გარეშე ჩვენი ქვეყანა წახდება.